გამარჯობა, ეს არის საკვირაოს კიდევ ერთი გადაღება და ჩვენ დავიწყებთ ამ საუბარს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბით ალბათ და ყველაზე შემაძრწუნებელი ეს არის ქართველი ხალხის ქიმიური იარაღით მოწამვლის ფაქტით. აი წარმოვიდგინეთ, კამიტი არის ეგეთი ქიმიური იარაღი, რომელსაც იყენებდნენ პირველ მსოფლიო ომში და მერე აკრძალეს იმდენად საშიში რაღაცა არის. და თურმე აი დეკემბრის აქციებზე ჩვენ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი ოცნება, ხარება ერთად რაღაცნაირად აი ამას გვესროდა ჩვენ ადამიანებს. წარმოგიდგენთ, ხო არის ის ცრემლსადენი გაზები და რაღაცები, რასაც გვესრიან იმისთვის, რომ დავიშალოთ და ასე შემდეგ. რას გეუბნებიან, როგორ ამბობენ, ხო დაიშალოთ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული რაღაცა იქნება. თურმე კანონით გათვალისწინებული ღონისძიება ყოფილა კამიტეს სროლა ადამიანებისთვის, სადაც ნახევარი საქართველოს იდგა მართლა რა. ანუ ერთი კაცის რომ გარიყო რა საშინელება, მთელი საქართველოს იქ იდგა. და ესენი ისროდნენ მომწამლ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც არის სიცოცხლისთვის საშიში. ანუ წარმოვიდგინეთ, როგორი რეაქციები შეიძლება ქონდეს ამას. მე ადამიანები ხო ესინჯებოდნენ ექიმებს, იმიტომ რომ ეფექტები ქონდა ამას რა. წარმოვიდგინე რამოდენიმე თვის განმავლობაში, 6 თვის განმავლობაში სისხლდენა ქონდათ ზოგიერთებს, ზოგიერთს იმდენად ქონდა კანი დამწვარი, რომ რავი, ვერაფრით ვერ მოირჩინა. ზოგი ადამიანი მიდიოდა აი ფილტვებზე რაღაც იტარებდა იმ გამოკვლევას და ექიმები ამბობდნენ, რომ აი ვერ ხვდებით რა არის და თურმე რავი, რას მიხვდებოდნენ, კამიტე ყოფილა, რომელსაც პირველ მსოფლიო ომში იყენებდნენ. ხო, აი დღემდე შემორჩა ხო ჯერ კიდევ არ ვიცით რა დონის ეფექტი მოახდინა ამან ჩვენზე. და აი ნაძვის გახსნა რა უნდა და კალაძეს რუსთაველზე ხა წარმოვიდგინე ნაძვის ხეს უხსნიდა ბავშვებს კამიტე რო არის შემცვლელი ყველაფერში ისეთ ადგილას. დღესაც იქ ხალხი რო ცხოვრობს რუსთაველზე და იქ პარლამენტის მიმდებარი ტერიტორია, ხეები, ყველაფერი ხო არის, ეს ხო რაღაც გაჟღენთილია მაგით და ბავშვებს პატიჟებდა მაგით. და მე BBC-ს გამოძიება მიმდინარეობს. BBC არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მედია რა. რაც შეიძლება იყოს. თვითონ კობახიძეს ამბობს ამას, კეზერაშვილთანო იყო საუბარი, რომ აი კეზერაშვილის წინააღმდეგ BBC-მ დაიწყო გამოძიებაო და ერთ-ერთი ყველაზე სანდო მედია არისო. და დღეს სამსიტყვიანი ანეკდოტი გინაგით რა. პოსტივი თქვა ეგეთი რაღაცა. BBC fake media. პოსტივი ამბობს BBC-ზე fake media არისო, ამაზე სიგიჟე არის, აი წარმოუდგენელია, fake media არისო BBC-ზე თქვა, პოსტივი მშალვა რამიშვილმა და ნათია ბერიძე. აი ხო აი კატასტროფულად სიგიჟე არის რა ამის ისედაც წარმოდგენ აი მთელი პროპაგანდა ეხა ააწყვეს იმაზე რომ BBC არის თურმე რაღაც fake media და რაღაც პოსტივი და ეგეთები არის რაღაც სანდო წყარო, როდესაც თვითონ ამბობდნენ რომ აი BBC-ს გამოძიება არის ყველაზე სანდო, როდესაც საქმე კეზერაშვილს ეხებოდა და საქმე ეხა როდესაც ეხება ქიმიური მოწამვლის ფაქტს, თურმე BBC ყოფილა fake media. აი აუ რა დონის სიგიჟეში ვცხოვრობთ რა. ხო და აი ვიხსენებდი მსგავსი რამ საქართველოს ისტორიაში როდის მოხდა რა. აი ეგეთი რომ ადამიანები მოწამლეს რა და რუსების მიერ 9 აპრილს ყოფი მომიტინგეების მოწამვლის ფაქტი არის ზუსტად ეგეთი რა. აი წარმოიდგინეთ იქ რომ რუსები მოვიდნენ და ქართველი ხალხი რომ აი სასიკვდილოდ გაიმეტეს, ზუსტად იგივე გააკეთეს აი ამ ქოც რუსებმა რა. ანალოგიურად ერთ-ერთი იგივე გააკეთეს. აი წარმოიდგინე ვიღაცა დგება და ესეთ კატასტროფულ ნივთიერებას ესვლის მოქალაქეებს, რომელიც შეიძლება მართლა მოკვდეს, ან ისეთი რაღაცები განუვითარდეს, რავი კიბო განუვითარდეს, ხო? და შეიძლება დაიღუპოს ამის გამო. და რამდენი ვიდექით მართლა რავი, რომ ამბობდნენ რომ რა არისო ეს რაღაცნაირი განსხვავებული ისაავტო ცრემლსადენიო, ხო? აი რაღაც ნაწილაკებად მხდებაო და რაღაც ბრძნობო როგორ მწვავსო, აი ეს ნაწილაკებიო, აი თურმე რაღაც კატასტროფა ყოფილა. და რავი ეხა ეს ყველაფერს თავი რო გავანებოთ, ხო, არის მოწინააღმდეგეები რა, იქ არის პოზიცია არის ვიღაცა ქართული ოცნება და უნდა რომ ხელისუფლებაში დარჩეს და მეორე მხარეს არის ხალხი რა. და შენ იმის გამო რომ რაღაც შენი ეს არ დაკარგო თანამდებობა და სკამი ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებ და თელ ჯგუფს ხო აი კამიტეს და რაღაცებს უშვებ. აი ყველაფერს ხო წამსვლელები არიან ბიძინაზე ხო ვიცით ყველაფერს გამკეთებელი რავი ადამიანის მოკვლიდან დაწყებული რა ვიცი ყველაფერს აკეთებს ეს კაცი რა. და თურმე კატასტროფა გაუკეთებია აქ თლიანი რაღაც თითქოს გენოციდი მოაწყო რეალურად და ჰააგის ტრიბუნალზე უნდა დასვა ეს ადამიანები ვინც ეს გააკეთა, იმიტომ რომ ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული ხო ხტები, ანუ ის არ არის რაღაც მარტივი რაღაცა რომ კაი არაუშავს და რაღაც ეს არის ისეთი დანაშაული რაც აღმაშფოთებელია ვაფშე საერთოდ ყველასთვის რა. ანუ რავი ისტორიას რომ უნდა დარჩეს რაღაც შავლაქად ეგეთი რაღაცა არის რაც გააკეთეს რეალურად ხო.
არ ვიცი, იმედია, ამას მოყვება კიდე შესაბამისი გამოძიება და იქით სპეციალური საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფები ამას შეისწავლიან ორგანიზაციები, ვისაც ეს პირველ რიგში ეხებათ და დარწმუნებულებად დაიწყებენ, მაგრამ ეს ხო ფაქტია, როგორ მოქმედებდა ჩვენზე რა? ხო მე ხო მქონდა ადამიანებთან კომუნიკაცია და კონტაქტი და როგორ ლაპარაკობდნენ ამაზე და ამის უკურეაქციებზე როგორ საუბრობდნენ, ხო? ანუ ეს ჩვენ ვიცით დარწმუნებულები ვართ ამაში, ხო? უბრალოდ ეს ახლა BBC-მ დაადასტურა თავისი გამოძიებით, რაც თვეების განმავლობაში მიდიოდა, მაგრამ ეხლა კარგი იქნება თუ სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიკვლევენ ამას და დაადასტურებენ და რაღაც საერთაშორისო ტრიბუნალზე მოხდება ეს ადამიანები, იმიტომ რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რაღაც გენოციდის ხელშემწყობი რაღაც ის არის, ქმედება არის, ხო ხტები? და რა ამის მერე რა თემაზე უნდა ვილაპარაკო, უბრალოდ არ ვიცი, იმდენად აღმაშფოთებელი და საშინელება არის, მაგრამ ბევრი რამ მოხდა კიდე აი ამ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ამასთანავე მინდა ცოტა გადაუხვიო გზიდან და ვილაპარაკო ახსნების სტუდენტებზე. იმიტომ რომ დიდი ნაწილი ვინც იმ აქციებზე იდგა, შენ გახსოვს, ოთო, იყვნენ სტუდენტები რა მაშინ, ხო? 18, 19, 20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც რავი უნივერსიტეტიდან წამოვიდნენ რუსთაველზე რომ დაეცვათ საკუთარი ქართული მომავალი რა, საქართველოს მომავალი რომ დაეცვათ, ევროპული მომავალი, რომელიც რაღაც ყობახიძემ შეაჩერა და თქვა რომ აი 2028 წლამდე ჩვენ წყვეტთ ამას და გამოვიდნენ სტუდენტები ძირითადად, გახსოვს ეს ყველას. და ადამიანებმა სტუდენტები დაწამლეს. ხო ხდები, ანუ ის მომავალი, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა ჩაიბაროს, უნდა განავითაროს და რაღაც მთავარი ბირთვი უნდა იყოს ამ ქვეყნის, აი მაგათ მიმართ აი ეს კამიტეს რაღაც ქიმიური შხამი გაუშვეს, ხო ხდები, ანუ რადონის რავი ტერორისტებთან გვაქვს მართლა საქმე რა. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ უბრალოდ. ხო და ყველა ეხა აღშფოთებულები ვართ იმ ფაქტზე, რომ სმოგი და ჰაერი არის დაბინძურებული და რომ გაიხედავ 5 მეტრში ვეღარ ხედავ უკვე ქალაქს. პირბადეს უკვე პირბაგეთის გაკეთებისას უკვე გეშინია, იმიტომ რომ შეიძლება პოლიციელი მოვიდეს და გითხრას რომ ეს პირბადის გაკეთება არ შეიძლება. აქეთ იწამლებია იმ სმოგისგან და არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ამ მოწამვლის. და ამ რა ქვია, სააგენტო რო არის რა, ეს გარემოს დაცვის თუ რაღაცის. ხო იცი რა თქვა, რა ეშველებაო ამ ამბავს. წვიმა. სანამ წვიმა არ მოვაო, ესე დღეში ვიქნებითო რა. ის კი არა რომ რაღაცა იქ რაღაც დაგვაიმედოს სახელმწიფოა ბოლო-ბოლო ის ხო არ არის რაღაცა სალობია ბიზნეს ბოსტანი ხო არ არის? ხო სახელმწიფო ხო არის და რაღაც მთელი ამბები და გორმე წვიმა უნდა მოვიდეს, ანუ ისეთი ქარი უნდა იყოს რომ ეს გაფანტოსო რა. ანუ იქამდე ჩვენ არ გვეშველებაოთ რაღაც. ანუ ეხლა ველოდებით რომ დიდი ისეთი კონკისპირული წვიმა წამოვიდეს, რომ ეს სმოგი გაიფანტოს და ჩვენს გავიდეთ და პირბადები მოვიხსნათ, ვისაც გვიკეთია. მაგრამ იმდენად კატასტროფული ის არის, მაჩვენებელია რომ აი მუმბაიშიც კი არ არის თურმე ეს ჰაერი დაბინძურებული. აი რო გაიხედავ, მართლა არ ჩანს რა, ქალაქი არ ჩანს, აი იმდენად ნაცრისფერში არის და ისე არის რაღაც კვამში შეფუთული ეს ქალაქი, რომ საერთოდ არ ჩანს რა. ალბათ უჭირს იმედის დრონსაც რაღაცების ზევიდან გადაღება. იმდენად არ ჩანს რაღაც, ალბათ პირველი შეიგუტყდებათ მაგათ რეალურად, რომ აი ზევიდან კილომეტრიდან რო იღებენ, ალბათ არ გამოჩნდება ქვევით რა ხდება და ეგ აღეზიანებს მაგას ყველაზე მეტად. მაგრამ ფაქტია რომ აი ყოველ მხრივ რა საშინელება ხდება ჩვენ ირგვლივ რა. ერთი ეს სმოგის ამბავი და დაბინძურების ამბავი, ახლა გავიგეთ რომ თურმე ქიმიური ნივთიერება გაუშვია ჩვენ წინააღმდეგ და რა ვიცი. არ ვიცი საშინელება, ის სტუდენტებზე ლაპარაკობდი და სტუდენტების მდგომარეობა ვიცით რა დღეშიც არის. საუბარი მინდა წავიყვანო მიმართულებით, რომ ეს ამ რეფორმების პარალელურად რის შემოტანაც უნდა ქართულ ოცნებას ჩვენ რეალურად ვერ ვაფასებთ კიდევ რა მდგომარეობაში არიან დღევანდელი სტუდენტები და ქართული ოცნება ხო რეალურად რა შეაფასებს, როგორც უნდა იმას აკეთებენ და რაშიც სარგებლოს ხედავენ კორპუსებიდან, ალბათ დიდი მოგება რომ უნდა დაინახონ, ამას ხედავენ კიდე რაღაც ბევრი მაიმუნობა ჩაფიქრებული, მაგრამ რეალურად დღეს სტუდენტების პრობლემებზე არავინ არ ლაპარაკობს და ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი რა. რა ვიცი, მოსწავლე, რომელსაც უნდა უნივერსიტეტში ჩააბაროს და რა ვიცი, სამართალზე ისწავლოს, ან რა ვიცი, სხვა ფაკულტეტზე ისწავლოს, ძირითადად ჩამოდის თბილისში, აქ უწევს თუ ჩამოსულია რეგიონიდან ბინის ქირაობა, ნათლისგან ცხოვრება, ну დიდი ხარჯი არის ეს. ყველამ ვიცით ბინის ქირა დღეს რა ღირს ჩვენი ამ რუსების გადამკიდე და ქართული ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე. მე რა ვიცი ჩემთან ლექციაზე რომ შემოდი ზოგიერთი, რავი, ეძინება ხოლმე რა სტუდენტს, იმიტომ რომ წარმოიდგინე ღამის გაათევ სადღაც მუშაობ, ეს ძირითადად არის ორი ნაბიჯის პარი, ესეთი ღამის ფენებს მუშაობენ, აქ მოლარეება და კონსულტანტებად და ეხლა წარმოიდგინე იმ სტუდენტმა რა უნდა ისწავლოს, როგორ უნდა ისწავლოს იქ თან მუშაობის პერიოდში, მე მეორე დღეს ლექციაზე რომ მოვა, როგორ უნდა მოისმინოს და როგორ უნდა გაიგოს რაზე ვლაპარაკობთ, ხო? და სტუდენტური ცხოვრება არის რეალურად ეს.
ანუ ჩააბარებ უნივერსიტეტში გონია რომ რაღაცნაირი სტუდენტური ცხოვრება გექნება, რა ვიცი, ცოტას გაერთობი კიდეც, სოციალიზაციის ამბავი იქნება, სხვადასხვა ლექციებზე ივლი, რა ვიცი, კინოში წახვალ, თეატრში წახვალ, რაღაც კონფერენციებს დაესწრები, ხო? და დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც სტუდენტი, როდესაც აბარებს ამ უნივერსიტეტში, უწევს მუშაობა სადღაც ღამისთენება, მერე ლექციაზე მოსვლა, მერე დაძინება, თუ მოახერხა ეს დაძინებაც და მერე ისევ იგივე რა. არაფერი არ იცვლება, ნუ სტუდენტური ცხოვრება უბრალოდ არ არსებობს საქართველოში. ყველა სტუდენტის მდგომარეობა არის ეგ, რომ აი, რა ვიცი, იმუშაოს, რა ვიცი, რაღაც მიზერული თანხით გადაიხადოს ბინისკირა, მერე კვება თქვენ იცით, რამდენად ძვირი ღირს რაღაც საჭმლის ფული, მერე მგზავრობა, კომუნალური მგზავრობაზეც რომ ვილაპარაკოთ, იმდენად გადაჭედილია ხოლმე ავტობუსები, ყველა მაგაზე ლაპარაკობს, ყველა სტუდენტი რომ უბრალოდ ვერ მოდის უნივერსიტეტში ნორმალურად, იმიტომ რომ გადატენილია ავტობუსები რა. და ეს პრობლემები არის რეალურად დღევანდელი სტუდენტური ცხოვრება. სხვა არაფერი რეალურად. და ქართული ოცნება გამოდის და ეუბნება, რომ თქვენ უნდა გადახვიდეთ სხვა მოდელზე, სადაც გაცვლით პროგრამებსაც ვერ შეძლებენ. ვერ ნახავენ რეალურად რა ხდება ევროპის უნივერსიტეტებში, რაღაც ვერ განივითარებენ საკუთარ პროფესიას და მერე ამას ეუბნებიან, რომ ეს უნდა ჩაიკეტო და ეგრე უნდა იყო და დაამთავრებს ეს სტუდენტი სწავლას 4 წლის მერე და რა, დასაქმდება თავის პროფესიით. ანუ ძალიან იშვიათობაა, როდესაც სტუდენტი აი მისი პროფესიით დასაქმდეს რა. ძალიან იშვიათობაა, მე ყველა გადადის სხვადასხვა სფეროში, მომსახურების სფეროში და ასე შემდეგ. ეგ არის დღევანდელი მოცემულობა. ის მომავალი თაობა, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა ჩაიბაროს, უნდა იზრუნოს ამ ქვეყანაზე, ხო? საკუთარი ხმა, უფლებები უნდა დაიცვას. რეალურად ამ ადამიანს დრო არ რჩება საერთოდ იმისთვის, რომ ამ ამბებზე იფიქროს, იმიტომ რომ უწევს ღამისთენება სადღაც მუშაობა, მერე იქით ლექციებზე, გამოცდებზე დასწრება, იმიტომ რომ საგანი არ შეეტენოს და როგორმე გადაალახოს ეგ ამბავი და აი ეს არის მისი დღის წესრიგი. აი დროც კი არ რჩება იმისთვის, რომ რეალურად გაიაზროს თუ რა რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს, ხო ეგრეა ყველანი ეგრე არიან ძირითადად რა. თუ არ ჩავთვლით, რა ვიცი, მდიდარი ოჯახის შვილებს, ვისაც ეგ პრობლემები არ აწუხებს, მაგრამ ეგ ხო ძალიან იშვიათობაა, ხო? ანუ ძირითადი ნაწილი ეგრე არის, ანუ სამსახური, უნივერსიტეტი, სახლი და მე აი ეს ტრიალებს, ესე რომ ამთავრდება 4 წლის განმავლობაში საერთოდ. და თუ მოახერხეს რომ საზაფხულო სამუშაოებზე წავიდნენ ევროპაში და ფული დააგროვონ რომ აქ მე ეყოთ რამოდენიმე თვის განმავლობაში ეგ არის, მაგრამ აი მაგასაც უკლავენ რა აქეთ საფრთხე ემუქრება უკვე რა ვიცი ვიზა ლიბერალიზაციას და როდესაც ეს რა ვიცი უვიზო შეწყდება ხო წარმოგიდგენია მე ხო საერთოდ ვერავინ ვერ წავა გარეთ ანუ 3-4 თვიან რიგში უნდა ჩადგე რეალურად რომ სადღაც გადახვიდე და 3 თვეს უმუშაობს ეს ადამიანი ხო ხტები ანუ ეგ არის რა ოცნება კი გეუბნება რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას ყველაფერს იმისთვის რომ ისინი აქ ჩამოვიდნენ სტუდენტები არ გავიდნენ ქვეყნიდან მაგრამ პირველ რიგში ეს ხელს უწყობს იმას რომ სტუდენტი აქ კი არ დარჩეს არამედ ადგეს და წავიდეს საზღვარგარეთ იმიტომ რომ აი ამ პირობებს რო გადახედავს ნორმალურ სტუდენტს გაუჩნდება აქ დარჩენის სურვილი აი ხო შეუძლებელი აბსურდულია რა მომავალი თაობა ეცდება რომ საქართველოსდან წავიდეს როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება და ამას აკეთებს ქართული ეს არის მაგათი პოლიტიკა რეალურად რა ხო და სტუდენტებს უფრო მეტად უნდა მოусვინოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი აზრით ეგ არის რა. იმიტომ რომ რა ვიცი, სტუდენტი არის დღეს ადამიანი ახალგაზრდა, რომელსაც უნდა ყველაზე მეტად რომ განვითარდეს, იმ ასაკში არის რომ აი სიახლეებს ეძებს, უნდა რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს და ამას უკლავს ქართული ოცნება და ჩვენ კიდე არ უსვენთ სტუდენტებს. ძირითადად ვაკრიტიკებთ ხოლმე რომ აი რატო არ აქტიურო, მაგრამ რეალურად მათი პრობლემებიდან უნდა ამოვიდეთ, რა ხდება, რომ გავარკვიოთ რა ზოგადად რა. ხო და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საკითხია ჩემი აზრით, ახლა განათლების საკითხი, სტუდენტების საკითხი და დანარჩენი საკითხები არის უკვე, როგორ გითხრათ, ცოტა მეორეხარისხოვანი, იმიტომ რომ აი აქედან უნდა ამოვიდეთ, ძირეული პრობლემა უნდა დავინახოთ ზუსტად აქ. ამას თავი რო გავანებოთ ამ საკითხს. აი ახლა იყო 28 ნოემბრის აქცია. 1 წლის თავი, 1 წელი გახდა მას შემდეგ, რაც კობახიძევა ეს მახინჯი ტექსტი გააჟღერა და გითხრა რომ ჩვენ ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა შევწყვიტოთ ახლა და აი ამ 1 წლის თავზე ქართველი ხალხი ყოველ დღე გამოდის რუსთაველს. ზოგჯერ ბევრი ვართ, ზოგჯერ ცოტანი ვართ, მაგრამ გამოდის, ანუ პროტესტი არ გაჩერებულა რა. ამით იცით რის თქმა მინდა, აი 28-ში გამოვიდა საკმაოდ ბევრი ადამიანი. თან მაშინ როცა მოლოდინი არ იყო რაღაც ცვლილებების. ხო იყო 4-ში რომ ამბობდნენ 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ.
ეს არ ყოფილა 28-ში. 28-ში იყო უბრალოდ სოლიდარობის მხარდაჭერის გამოხატულება, რომ ჩვენ ვართ ევროპის გზაზე, იგივე ქართულ გზაზე და ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა და დაგვანახა ის, რომ ჩვენ კი არ ვდგავართ იქ თითოეულ ადამიანი, არამედ ჩვენ ზურგს ვიმაგრებთ ძალიან ბევრი ქართველი. და დარწმუნებული ვარ, იმის იქითაც ძალიან ბევრი ქართველი დგას, რომელიც 28-ში არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ რა უნდა გავაკეთოთ? რეალურად ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ სწორი ნაბიჯებით, რაღაც თანმიმდევრული ნაბიჯებით, ამ ადამიანებთან უფრო მეტად დავიჭიროთ სასაუბრო საერთო ენა, უფრო მეტად ჩავთოთ ეს ადამიანები იმ პროცესებში, რაში ჩვენ ვიმყოფებით და ეს უნდა იყოს წმინდად პოზიტიური, არაძალადობრივი კამპანია. ეს შეიძლება იყოს განათლების თემასთან დაკავშირებით, ზუსტად ჩვენ გავავრცელებთ პოზიტიურ კამპანიებს, გავავრცელებთ წიგნებს, აუხსნით ინფორმირებას მოვახდენთ მოქალაქეების ამ განათლების რეფორმას ეძახიან, მაგრამ ჩვენ დავარქვათ დეფორმა. დეფორმის შესახებ, ხო? აი ეს უნდა გავაკეთოთ, უნდა გავიდეთ უფრო მეტ ადამიანთან. ხოცები თუ ცდილობენ ჩვენს დაქუცმაცებას და შემცირებას, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ გაფართოვებას და გაზრდას. ეგ უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი რა. აი აქედან უნდა ამოვიდეთ. და დარწმუნებული ვარ, რომ აი თუ რაღაცა ნაბიჯები დავგეგმეთ სწორად, ჩვენ ბევრად გავიზრდებით და შესაბამისად ხოცებს მოუწევთ მერე უკვე ჩვენთან დალაპარაკება. დალაპარაკება ისე არა, რომ თვითონ უნდოდეთ რაღაცაზე საუბარი, არამედ ისე როგორც ჩვენ გვინდა რომ დაგველაპარაკონ და ჩვენ გვინდა დათმობები. ჩვენ გვინდა რომ რეალურად ის გოგო ბიჭები, რომლებიც ციხეებში არიან, რისთვის გამოკეტილები, რომ კაციშვილმა არ იცის, ეგ ადამიანები გარეთ იყვნენ პირველ რიგში. სტუდენტები არიან, მათ შორის ბევრი სტუდენტი არის, ბევრი ახალგაზრდა, ვინც ახლა განათლებას უნდა ღებულობდეს. და ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, ვინც ახლა, რა ვიცი, მის მომავალს უნდა ქმნიდეს და გამოკეტილები არიან რაღაც 9 კლიტულში, რაღაც ციხეში არიან გამოკეტილები, რაღაც საშინელ პირობებში. პირველ რიგში აი ეგ ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ აუცილებლად და უნდა ჩაინიშნოს არჩევნები, თუმცა არა ისეთი არჩევნები, რომ იქ ვიღაცები გამოდიოდნენ და რაღაც როგორ გითხრათ, მასწავლებლები ვიღაცებთან რეკავდნენ, გარეთ ქუჩაში პანა იდგა და აი გაკონტროლებდა, ვინ შედიოდა და გამოდიოდა. აქეთ CSGO, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს, ქართულ ოცნებას იცავდა და პლუს ამას, სადაც call ცენტრები რო არსებობდა. არამედ არჩევნები, სადაც შედარებით ნორმალური პირობები იქნება. რათა ჩვენ ვიცით, რომ ისედაც აყალბებენ ხოცები მინიმუმ 6-7% ამ ყველაფრის გარეთ აყალბებენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ 10 და 15% ვაჯობოთ მათ, იმიტომ რომ საქართველოში ხოცები არავის არ მოსწონს. თითო ოროლა ვიღაცა თუ რაღაც პროპაგანდის მსხვერპლია და რაღაცებს იტყვის თორე. ძირითადი რაოდენობა საზოგადოების ძალიან კარგად აფასებს ვინ არიან ხოცები და არავის არ მოსწონს. და ზუსტად ეს ალტერნატივას უნდა დავანახოთ ჩვენ. ამიტომ ეს ბრძოლა გრძელდება რა, არაფერი არ დასრულებულა. არის მომენტები, როცა ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც პირიქით ძალიან ბევრი ვართ და ეს უნდა გამოვიყენოთ. ბრძოლა გრძელდება, სწორხაზოვანი არ არის ეს რა. მაგრამ ჩვენ როცა პიკში ვიქნებით, ეს უნდა გამოვიყენოთ და ხოცები დათმობაზე უნდა წამოვიყვანოთ. სადაც ჩვენ მართლაც ჩვენი კონსტიტუციური უფლების ფარგლებში ნორმალურ არჩევნებს მივიღებთ. ასევე ხო, თითქოს ჩვენი ეკონომიკა დუხს. ასე ამბობენ, რომ დუხს ჩვენი ეკონომიკა და ძალიან ბევრი ფული გვაქვს და ასე შემდეგ. გუშინ იყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 100 ბავშვია აი ამ დაავადები დაავადებული. წარმოიდგინე 100 ბავშვი და ითხოვენ ელემენტარულ წამლებს რომ უმკურნალონ. და მშობლები გამოვიდნენ და იმდენად ემოციური იყო ის სიტყვები, რა ვიცი, ცრემლები მომადგა რომ უსმენდი რა. რას ითხოვენ, ხო? თავრობის ცვლილებას ხო არ ითხოვენ, ითხოვენ რომ წამალი შეიზყიდოს ჯანდაცვის სამინისტრომ. იმ პირობებში, როდესაც ამბობენ რომ ყველაფერი კარგად არის. იმ პირობებში, როდესაც კორუმპირებული ისინი არიან საჯარო მოხელეები და იმდენ ფულს იპარავენ რომ ვერც კი დავთვლით. და ითხოვენ რომ 100 ბავშვს ეს მკურნალობის ხარჯები დაუფინანსონ, ხო? რა ვიცი ის ხო არ არის, რა ქვია, ეს ბავშვები რა გადარჩენისთვის რატო უნდა იბრძოდნენ ნორმალურ ქვეყანაში? ითხოვენ რომ უბრალოდ რაღაც სიცოცხლის უფლება გქონდეთ. და გამოდის ვიღაცა და რაღაც მოლაპარაკებებსაც კი არა წარმოებს, ეუბნება რომ ეს წამალი რამდენად ის არის რა, ნორმალური, ამ საფრთხის შემცველი ხო არ არის. ამერიკაში ასმევენ ამ წამალს ბავშვებს, ამერიკაში. და ამას აქვს გავლილი ძალიან ბევრი რაღაცა მაკონტროლებელი ორგანო. და თურმე აი აქ ესა კითხვის ნიშნები უჩნდებათ, არის თუ არა ეს წამალი უსაფრთხო. ხო და ეს ხო გამოვიარეთ ჩვენ უკვე. თქვენ მშობლებს ვერაზოს ვერ აჯობებთ. იყო, ადრეც იყო მსგავსი აქციები და თქვენი წინააღმდეგობაც ნახეთ, ოცნების წევრებო.
მაგრამ დედებს, მამებს, მშობლებს ვერაზოს ვერ აჯობებთ, როცა აქეთ ამ მხარეს დგას შვილების სიცოცხლის ამბავი. ამიტომ გირჩევთ რომ დროზე ეს პრობლემა მოაგვაროთ. მთელი ქართული ოცნების პროპაგანდა რაზე იყო აგებული? მთელი პროპაგანდა ააგეს იმაზე რომ ამერიკა ომში გვითრევს, დასავლეთი ომში გვითრევსო რა. პაპუაშვილი გამოდიოდა და აიო მაგიდაზე ხელს მირტყამდაო დეგნანიო და ომში ჩართვისკენ მომიწოდებდაო. მე ამას მეტი რა უნდა პოზიტივის და იმას მესიჯები დაახლოვეს ერთმანეთთან და თურმე ამერიკა და დასავლეთი ჩვენ გვითრევს ომში ქართველებს და საქართველოს და ყველგან ამას ატრიალებდნენ ეს ომის თემატიკის манипуляციური ამბავი იმდენად შეკერეს საქართველოში რომ ომზე და ელაპარაკები მოსახლეობას ეს ხო ამხელა манипуляცია სადაც ჩვენ ყოველთვის ომის წინაშე ვდგავართ რუსეთის აგრესიის მხრიდან რუსეთის მხრიდან და ეს ააგეს და აი ამ პროპაგანდას ვერაფერი ვერ მოუხერხდა ამ სიბინძურეს რაც ქართულ მოუცნემა მატრიალა ახლა გამოვიდა და ჩვენ ომში ჩართვისკენ კი არ უნდა მომიწოდებდაო კელი დეგნანიო მეუბნებოდაო რომ უბრალოდ სანქციები დააწესოთ. აი ეხა ამას პაპუაშვილი. რამდენი ხნის თავზე. ხო? ხო და ეგ ახართ რა. რომ ამბობენ რომ აი ტყუილსო მოკლე ფეხები აქვს. ხო და ყველაფერი დროთა განმავლობაში გამოჩნდება რა. უბრალოდ არ მინდა რომ რაღაც დაგვიანებული იყოს ძალიან. ამიტომ მოუწოდებ ხოლმე ყველას რომ აი ოცნების პროპაგანდას, იმედს, პოზიტივის რუსთა ამათ არ ენდონ რა. გადაამოწმე, დაფიქრდი, როგორ შეიძლება შალვა რამიშვილი, გოგა ხაინდრავა უცნობი სიმართლეს გეუბნებოდეს. აი, როგორ შეიძლება რა? აი, ამის როგორ გჯერა, ელემენტარული არის. ეგრე განსაზღვრე, უყურე, ხოცი ხო ხარ? თუ შალვა რამიშვილი გეუბნება რაღაცას გოგა ხაინდრავა და უცნობი ერთ მესიჯზე ზიან და ამას გეუბნებიან სხვადასხვა ენით, სხვადასხვა პირით. იფიქრე იმაზე, რომ ესენი სიმართლეს არასდროს არ გეტყვიან, არასდროს გეტყვიან რა. აი ამას დაფიქრე, რაც არ უნდა თქვან. აი ამ ადამიანებს, ამ სამ ადამიანს არასდროს ენდო. მე ხო არ გეუბნები რომ მე დამიჯერე. უბრალოდ ამ სამ ტიპს არასდროს დაუჯერო რა. და ნახავ რამდენად რაღაც სწორ რელსებზე დაждები და რამდენად სწორ ინფორმაციებს მიიღებ. აი ყველანაირად ცდილობენ, ანუ შალვა რამიშვილი გახრწნილი ადამიანი ცდილობს რომ შენ თავს მოგახვიოს რაღაც ბინძური აზრები. და რო გაიგებ რომ შალვა რაღაცას ლაპარაკობს, იმის საპირისპირო იფიქრე რომ არის სიმართლე და მართლაც იმის საპირისპიროა ხოლმე ყოველთვის სიმართლე რა. ეგ მინდა გითხრა ჩემო ძვირფასო ქოცო. ხო, ეს არის რეალურად რის თქმა მინდოდა რა ჩვენ მომავალ კვირას ისე დაგიბრუნდებით, ვილაპარაკებთ კიდე მიმდინარე მოვლენებზე. თუ რა ვიცი, არა მოგხოცეს ამ სმოგით და რავი, რა ერქვა იმას კომიტეტი და რაღაცეებით რა. თუ კიდევ ცოცხლები ვიქნებით, რა ვიცი, დაგელაპარაკებით კიდე რა. აბა დროებით.